ლონდონის წიგნის ბაზრობიდან საქართველოს კონკრეტული შედეგებით დაბრუნდა. ეროვნული სტენდი, რომლის კონცეფცია იოანე ზოსიმესა და მისი უნიკალური ხელნაწერის ირგვლივ იყო აღებული, ქართული კულტურისა და ლიტერატურის უძველესი ტრადიციის ჩვენებას ისახავდა. მიზნად ქართული ლიტერატურით, თარგმანებით, ქართული კულტურისა და ხელოვნების ამსახველი ინგლისურენოვანი გამოცემებით, სხვადასხვა ღონისძიებითა და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმებით დაასრულა საქართველოს ლონდონის 2025 წლის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა. ამ თემაზე საასაუბრო და სამომავლო გეგმები სასაუბრო შემოგვიერთდება ახლა კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი. მოგესალმებით ბატონო ბექა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მართალია რამდენიმე დღე გავიდა უკვე რაც დასრულდა ღონისძიება, მაგრამ გამორჩეული პლატფორმაა ლონდონის წიგნის ბაზრობა მონაწილე ქვეყნებისთვის და ამიტომ ამ მონაწილეობის მნიშვნელობით დავიწყოთ ჩვენი საუბარი. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს კონცეფცია, აღმოაჩინა ქართული საიდუმლო, ყოველი საიდუმლო ამ ენას ეშინა დამარხულ არსს და როგორ გაიგეს ეს გზავნილი მასპინძლებმაც და დანარჩენმა მონაწილეებმაც. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. Რა თქმა უნდა, ლონდონის წიგნის ბაზრობა არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც საქართველოს მხრიდან წარდგენილი იყო 135-ზე მეტი წიგნი გამოცემა, გამომცემლობები იყვნენ, 7 გამომცემლობა მონაწილეობდა თავისი ამ გამოცემებით და ავტორებით. დაახლოებით 15 უცხოელ გამომცემელთან შედგა საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობაზე. ეს იყო როგორც ბრიტანელი გამომცემლები, ასევე კონტინენტური ევროპიდან წარმოდგენილი გამომცემლები, იაპონია, ჩინეთი და ასე შემდეგ. ანუ ფაქტიურად მთელი მსოფლიო მოცულია ამ თვალსაზრისით. ახლა მიმდინარეობს თანამშრომლობა და ვნახოთ როგორ წარიმართება და რომელ შემთხვევაში სად მივალთ. ქართული ენა და ქართული ლიტერატურა და ქართული წიგნიერება ზოგადად ქართული წიგნი საინტერესოა ნამდვილად მსოფლიოსთვის. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძველი დამწერლობა და აქედან გამომდინარე იოანე ზოსიმეს კონცეფციაც სწორედ ამას ეს ბაზრობა სწორედ ამ კონცეფციას ემყარებოდა. აინტერესება დიდია, სამომავლო გეგმებიც ბევრი გვაქვს. პარიზის წიგნის ბაზრობა გვიახლოვდება აპრილში, იქ კიდევ უფრო მასშტაბურად ვიქნებით წარმოდგენილები. აი ეს სამზადისი და მომავალი კონცეფციები როგორ განსაზღვრა უკვე ჩატარებულ წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობამ? ნახეთ, ჩვენ თვითონაც ხომ ნახეთ, რომ გარკვეული ვერაფერი საბაბი როგორ გამოიჩხრიკა თუ ნეგატიურად როგორ წარმოედგინათ ეს ლონდონის წიგნის ბაზრობა ვიღაცებს. ბოლოს ითქვა რომ რაღაცა საერთოდ თითქოს რატო წავიდა დელეგაცია, რატო დაიხარჯა სახსრები და ასე შემდეგ, ხო? მარტივია მე მგონი ჩვენი მიდგომა, კულტურის სამინისტროს მიდგომა, რომ რა თქმა უნდა საქართველოს კულტურის სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს ქართული კულტურის გავრცელებას, განვითარებას და პოპულარიზაციას ხომ მსოფლიოში. ჩვენ რომ ჩვენს ოპონენტებს გითხოთ, საერთოდ არაფერი რომ არ გავაკეთოთ, ზოგიერთი სურვილი ეს არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სურვილებს ვერ გავყვებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ამ დღის წესრიგის მიხედვით ჩვენ მოქმედებთ. ლონდონის წიგნის ბაზრობამ გვაჩვენა, რომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შეგვიძლია გამოვიყენოთ, კიდევ უფრო მეტ გამომცემელს შევხვდეთ, გავყიდოთ ქართული ასე ვთქვათ, ნაწარმოებები, რომ სხვადასხვა ენებზე ითარგმნოს და სხვადასხვა გამომცემლობებმა განავრცონ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ყოველანაირად ხელს შევუწყობთ ჩვენ ამ პროცესს აპრილშიც და შემდგომ მომდევნო პლატფორმებზეც ყველგან. კი ბატონო, და რაც შეეხება კონცეფციებს, როგორ აეწყობა ეს კონცეფციები? არის თუ არა უკვე ჩამოყალიბებული, თუ ეს იქნება იგივე ხაზი, რაც კონცეპტუალურად როგორც დაიწყო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა? იოანე ზოსიმეს კონცეფციით მივდივართ წელს, ყოველ შემთხვევაში ესე გვაქვს დაგეგმილი პარიზის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობაც. შესაბამისად, კონცეფცია წელს ეს იქნება, იმიტომ რომ ნახეთ, ყოველ ბაზრობაზე ახალი კონცეფციის წარდგენა არ არის სუბტაპიარული თვალსაზრისით შესაძლოა სწორი. ამიტომ ერთი და იგივე ხაზს რამდენიმე პლატფორმაზე რომ ატარებ, უფრო მეტი დამაჯერებლობა აქვს, უფრო მეტი ცნობადობა აქვს და შესაბამისად დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისთვის უფრო მარტივია და უფრო სწორიც არის. შესაბამისად, ესე ვმუშაობთ პარიზის წიგნის ბაზრობაზე, წარვდგებით
იოანე ზოსიმეს ხო, აი ამ ტიპის პლატფორმები, როგორც წესი, მე ვფიქრობ გაამართლეს. როგორც წესი ხელს უწყობს ხოლმე, ხომ, კონკრეტულად ლიტერატურის, ასევე საგამომცემლო სფეროში კონტაქტების გაფართოებას, განვითარებას, ასევე ზოგადად სხვადასხვა ქვეყანას შორის კულტურულ კომუნიკაციებს, ხომ? აი ამ კონცეფციის გათვალისწინებით, ამ გეგმების გათვალისწინებით შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ, რომ წლის ბოლოს როგორი იქნება აი ამ მიმართულებით საქართველოს მოსავალი, თუ შეიძლება ასე დაერქვათ, მსოფლიო წიგნის ბაზრობებზე. რა თქმა უნდა, მოსავალი წყალებში მოსავალი უნდა დავთვალოთ რამდენიმე კრიტერიუმით. ერთი არის ჩვენი ლიტერატურის ცნობადობის გაზრდა, მეორე ამ გაზრდის მიღმა პრაგმატული შედეგი უნდა იყოს ის, რომ უფრო მეტ ენაზე ითარგმნოს ქართული გამოცემები და უფრო მეტ მაღაზიაში ვიხილოთ ქართული ნაწარმოებები გამოტანილი გასაყიდად. ეს არის ამისი საზომი კრიტერიუმი. კი ბატონო, აი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე რამდენად მნიშვნელოვანია ის შეხვედრა და შედეგი, რომელიც ჩვენ როგორც შევიტყვეთ, წიგნის ბაზრობის ფარგლებში შედგა ირლანდიურ ორგანიზაციასთან, რომელიც უზრუნველყოფს ევროპული წიგნის გამომცემლებისთვის ახალ ევროპული წიგნის წვდომის სტანდარტზე გადასვლას, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული გამოცემებისთვის და სავალდებულო იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ასევე სივრცისთვის. აი ეს რა სტანდარტია და საქართველოსთან მიმართებაში საქართველოს როგორ შეიძლება მოერგოს მას? ნახეთ, ჩვენ ვიცით, სოფლიოში უკვე პრობლემურია, იმიტომ რომ დიჯიტალიზაცია მოხდა პრაქტიკულად ყველა სფეროში, ამ სფეროშიც ტრენდი იგივეა, ადამიანებს გაჯეტებთან უფრო ხშირი შეხება აქვთ, ვიდრე ცოცხალ ფურცელთან, ახალ თაობას მით უმეტეს. შესაბამისად, უწევს ამ სფეროსაც კულტურის ამ ტრენდის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, ნაკლებად ხარჯიანია, უფრო ხარჯთეფექტურიც არის და ხელმისაწვდომობას არსებითად ცვლის. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ეს კიდევ უფრო გამარტივებული გზაა, ნახეთ, წიგნის გამოცემა ხო კიდევ რაღაც ხარჯებთან არის დაკავშირებული და აქ არის უბრალოდ თარგმნის, რედაქტირების და რეალურად ჰონორარების ხარჯია რა. შესაბამისად, ბევრად უფრო გამარტივდება და ალბათ მომავალი ამ ტექნოლოგიების არის. ძალიან დიდი რა თქმა უნდა, ამ ხრივ ნაბიჯები იდგმევა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი იყო დღის ქრონიკის სტუმარი. ჩვენი